მოგესალმებით ძვირფასებო, ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლა შემდეგ შეკითხვაზე. ჩაფიქრებული ადამიანის დამოკიდებულება როგორი იყო წარსულში და როგორია ეხლა, ანუ რა შეიცვალა ზოგადად, ხო? თქვენს ურთიერთობაში. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წარსულში და როგორი დამოკიდებულება აქვს ახლა. პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე. ეს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წარსულში და ეხლა როგორი დამოკიდებულება აქვს. ნადროვეთ. ოპას. პირველი ვარიანტისთვის იყოს ეს. მეორე ვარიანტისთვის იყოს ეს. და მესამესთვის აი ეს. ხედავთ ხო წესით კი? პირველი, მეორე და მესამე. ჩაფიქრებულის განწყობა როგორი იყო წარსულში და როგორია ახლა. პირველი ვარიანტით დავიწყოთ აბა. ვინც ჩაიფიქრეთ ობსიდიანი. წარსულში ადამიანის დამოკიდებულება და ახლა. მაინც ვიდეო ხო წარსულში მისი აბა ერთი აკეთეთ დამიზუსტე. წარსულში მისი დამოკიდებულება როგორი იყო? აჰა. გავიგე. და ახლა როგორია თქვენს მიმართ დამოკიდებულება ამ ადამიანის? კი ბატონო, წარსულში ეს ადამიანი ძალიან ორჭოფობდა და მეც იმიტომ დავამატე სარკანები ესე გულმოდგინეთ, ძალიან ორჭოფობდა, თითქოს ცდილობდა მიიღო გადაწყვეტილება თქვენთან დაკავშირებით, თითქოს უნდა მეტი სიცხადე, მეტი რაღაცა გარკვევა, რაღაცების. თითქოს სურვილი ჰქონდა იმის, რომ რაღაცა ბალანსი შემდგარიყო, წონასწორობა. და წარსულში ხა ამ ადამიანის დამოკიდებულება იყო უფრო იმედგაცრუებული, უფრო გულისტკენებით სავსე. თითქოს რაღაცაზე გულისწყდებოდა, თითქოს რაღაცით იმედგაცრუებული იყო, თითქოს აი დაღალატებულად რო გრძნობ ადამიანი თავს რა. აი რო ფიქრობ, რომ ვიღაცამ გიღალატა თუ გაგწირა თუ რაღაც და თა რა არიცი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არის ეგეთი განწყობით, ხო, უბრალოდ იყო. მაინც შინაგანად ეს ადამიანი არის ძალიან მშვიდი რა. აი როგორი ტიპია იცი, რაც გინდა თავს გადახდეს, ამ ადამიანს ვერ შეარყევ. არ არსებობს. აი რა უნდა გაუკეთო ამ ადამიანს ისეთი, რომ მისი შინაგანი სიმშვიდე დაარღვიო. არ არსებობს უბრალოდ. და ამ ადამიანმა აი თავისი ამ შინაგანი სიმშვიდისთვის იმდენი რაღაცა გადაიტანა ზოგადად ცხოვრებაში, იმდენი ღალატი, იმდენი ტყუილი, იმდენი ზურგში დანის ჩარტყმა, იმდენი სირთულე და განსაცდელი აქვს ამ ადამიანს გამოვლილი, რომ მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, თქვენ ამ ადამიანს უბრალოდ ვეღარ ადგენდით. და ამ ადამიანის მთელი ძალა არის ზუსტად იმაში, რომ ტკივილიც კი მას აძლიერებს. ეს ადამიანი არის, როგორ გითხრათ, გადარჩენილი ადამიანი. მე არ ვიცი ხა ვინ ჩაიფიქრეთ და რა ცხოვრების სტილი აქვს ადამიანს, მაგრამ აი იცი როგორი ადამიანია, აი რო იტყვენ სიფქვაზე რო დასვა თავს გაიტანსო, ეგეთი ადამიანი. ოღონდ იმიტომ კი რომ გაქნილი და გაიძვერა და რაღაც არა. აი ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი რო არის ზოგადად
სამყაროც არ იმეტებს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა სირთულეები შეხვდა, ამ ადამიანმა საკუთარი შინაგანი სინათლე შეინარჩუნა. და აი ხა ამაზე მახსენდება რუმის სიტყვები, რომ იარები ის ადგილია, საიდანაც ჩვენში სინათლე შემოდის. ანუ შეიძლება ადამიანი გატყდეს სულიერად, მაგრამ ეგ იმიტომ კი არა, რომ სულიერად დაეცე. არა, აი ეგ მდგომარეობა უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ შენში მეტი ღვთიური იპოვო. რაც უფრო დიდია ამ ქვეყნიური ტანჯვა, მით უფრო დიდია სულიერი ზრდა. აი ქრისტეს ცნობიერებაც ხო ეგ არის იდეაში, რომ აი ეს ფიზიკური ტანჯვა ну ეხა ქრისტეს ცოტა სხვა ამბავია, მაგრამ ეგრეა რა. რაც უფრო მეტად იტანჯება ადამიანი მატერიაში, მით უფრო მეტად ძლიერდება ის სულიერ სამყაროში. უბრალოდ აი შინაგანად არ უნდა გატყდე ადამიანი მორალურად. და ეს ადამიანი არის ეგეთი. ძალიან ბევრი რაღაცა აქვს ამ ადამიანს თავის თავზე, აი მართლა თავის ტყავზე გადატანილი და თა როგორი ადამიანი იცი, რო არც შეიმჩნევს. აი შეიძლება გიგონოს, რომ ძალიან უდარდელი, ძალიან ლაღი და აი ხა ამას რა ეფიქრება, მაგრამ ისეთები აქვს ამ ადამიანს გადატანილი, რომ აი შეიძლება არც წარმოგედგინოს, არც აი რო არც მოგაფიქრდეს უფრო სწორად. და წარსულში ადამიანს ქონდა განცდა თქვენთან მიმართებაში, თითქოს აი რაღაც ემოციური გაღარიბების სურვილი თუ რაღაცა ეგეთი მცდელობა გქონდათ მასთან მიმართებაში. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ესე აღიქვავს, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმას, რომ რაღაც ან გაბრაზება ან რაღაც. არა, აი როგორ გითხრათ, ზედმეტად დიდსულოვანია იმისთვის, რომ აი ამ ქცევაზე ან გაბრაზდეს, ან შური იძეს. განა არ შეუძლია, რომ მოუნდეს, აი მე ჰაერში გააწევს ყველას და ყველაფერს, შეიძლება გადაწვეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი აქ ადამიანს ეგეთი ენერგეტიკა აქვს, აი ამ ადამიანს რომ მოუნდეს, შეუძლია რომ კატოკით გადაასწოროს, კი არა, მოჭრილ თავებზე ივლის, თავისი მტრების გვამებზე, კი არა, ივლის იცეკვებს. ცეცხლს დაანთებს და გარშემო იცეკვებს. აი ისეთი ენერგია აქვს ამ ადამიანს, აი ძალიან. მაგრამ საქმე ეგ არის, რომ თვით კონტროლი აქვს. იმიტომ კი არა რომ ბოჭავს თავის თავს, არა, თავის ფასი იცის და არ დაახურდავებს თავის თავს ეგეთ აი დაბალი ღირებულების და დაბალი ვიბრაციების ემოციებზე. აი რაღაცა ტიპია რა, ეგეთია რაღაცა, აი იცის რა ვინ არის ზოგადად და რა შეუძლია. და საერთოდ ეხა მე რასაც უყურებ ამ ადამიანს მე ავირჩევდი აი მეგობრად, პარტნიორად, მაგრამ არასდროს არ ვეცდებოდი მის გადამტერებას. იმიტომ რომ 7 და კეთილი ადამიანის სიკეთე არ უნდა გამოსცათ დიდხანს. იმიტომ რომ როგორც იტყვიან, წყალი რაც უფრო მშვიდია, უფრო ღრმაა. და თუ ცურვა არ იცი, ისე ჩაგითრევს, რომ შენგან ვეღარაფერს ვეღარ იპოვიან. ხო და 7 ადამიანები უფრო საშიშები არიან ზოგადად, ამას უამბობ, ვიდრე ქოთქოთა და ფიცხი იმპულსური ხალხი თქო და ეხლანდელი ამ ადამიანის დამოკიდებულება არის როგორ იცი, რომ აი თითქოს რაღაცა გამოერკვია, რაღაცაში თითქოს რაღაცა აი შინაგანად აქ იმის განცდა, რომ აი ხაი შენ რა გიგონა აი რაღაცა ესეთი მომენტი აქვს რა. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ადამიანი იყო რაღაც შეზღუდვებში გარკვეული მიზეზების გამო, იმდენად დიდი ინტუიციის მქონე ადამიანი აქვს, რომ ძალიან კარგად ის გაიაზრა ყველაფერი რა ხდებოდა მის თავს და მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებს აი პირდაპირ მნიშვნელობით შებოჭვა უნდათ ამ ადამიანის და ხელფეხის შეკურა და თვალების ახევა, ანუ ეგრეა ზუსტად არკაში აი შებოჭილია და მიუხედავად მაგ ყველაფერისა ადამიანს აქვს იმდენად კარგი ინტუიცია, რომ ძალიან კარგად მიხვდა ყველაფერს და ეხლა არის ცხოვრების რა ეტაპზე, იცი რომ აი კიდია კაცო, ეხლა ეგ მარტივი ამბავია ჩაიulis რა, რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაშიც რა. ანუ თუ ფიქრობს იმას, რომ თქვენ რაღაცა ზიანის მიყენებას ცდილობდით, იმიტომ რომ თქვენზეა ხო იდეაში რა თქვენთან მიმართებაში ხო და 8 ხმალის მდგომარეობამ თქვენ თუ რაღაც ზიანს აყენებდით მიზან მიმართულად ან შემთხვევით
ანუ როგორ გითხრათ, აი, რასაც თქვი ზაღლათაც არ ჩააგდო, რომ იტყვიან ხოლმე, ხო? აი, თავი არ გაგიყადრათ თუ რაღაცა ეგეთი, განა არ შეეძლო. მაგრამ აი როთვლის რო კაი ხა. აი რო არც ეგ აი რა ვიცი როგორ გითხრათ. მე მგონი რომ მიხვდით რასაც გულისხმობ, რა რო არც გეფიქრება რა. აი ეგეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს და ისევ ამ თავის შინაგან იმაშია, სინარნარეში, რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს ახლა თქვენთან დამოკიდებულებაში უფრო დეტალურად. რაღაც არჩევას აკეთებს და უბრალოდ ის მომენტი აქვს რა, ანუ კი დარჩა 7, მაგრამ თავის საზღვრებს და თავის სივრცეს დაიცავს, აღარ გენდობათ ადამიანი პირდაპირ გეტყვით. თქვენს თითოეულ სიტყვას გადაამოწმებს ბოლომდე და აქამდეც თუ გენდობოდათ ეს მისი გულუბრყვილობის ბრალი კი არ იყო, უბრალოდ შანსი მოგცათ. აი უბრალოდ როგორი განწყობა ტრიალებს ახლა აქ რო იცი რომ აი ადამიანს თუ ჩემთვის არაფერი არ დაუშავებია, რატო არ მივცე შანსი. ადამიანს შანსი მოგცათ, მაგრამ აშკარად ვერ გამოიყენეთ. ნუ მისი გადმოსახედიდან ეს ასია. ამიტომ ახლა აქ როგორი მომენტი იცი რომ ანუ არაფერს არ იზავს ახლა ეს ადამიანი, უბრალოდ არ გენდობათ და რო არ გენდობათ დამიჯერეთ ეს ბევრად უარესია. კი. კი, იმიტომ რომ შეიძლება მე ყველაფერი თქვენ დაგბრალდეთ ხოლმე. არა, ყველაფერი არა, მაგრამ ხოთშორის ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება ვიღაცის გავლენის ქვეშ ხართ. კი. მაგრამ ნუ მაინც ესეთი ტიპია რა. მე ჩემსაც მაინც მივიღებო და ამიტომ რაღაცა აი არ იფიქრება რა თქვენი ამბავი დიდად უხეშეთ რო გითხრათ. ეს იყო პირველ ვარიანტიდან ჩემო ძვირფასებო. გეოდებით კომენტარებში და ლაიქებში. ესეთი იყო თქვენი გაშლა. დროებით გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. ახალ გამომწერებს კი მიმართავ, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო ხშირად შეგხვდეთ ხოლმე ჩემი ვიდეოები, რაც თქვენთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ხოლმე. კი ბატონო, მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, როგორი იყო ადამიანის დამოკიდებულება წარსულში და როგორია ახლა. ნუ წარსულში ბევრად უფრო ცივი და ცოტა უფრო აგრესიული ტონი და უფრო აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანს და ძალიან თავდაცვით პოზიციაში იყო და არ მომეკარო, არ მოგეკაროს ტონი ჰქონდა შეიძლება. წარსულში ბევრად უფრო თავდაცვის მდგომარეობაში იყო. თითქოს მაქსიმალურად ცდილობდა რომ ყველაფერი მასზე დაფარული ყოფილიყო, რომ არაფერი არ გცოდნოდათ მასზე, მის ცხოვრებაზე, მის მიზნებზე, გეგმებზე და რაღაცა ძალიან ესეთი დამოკიდებულება რა იცოდა ჩაკეტილიც, ცივიც, უხეშიც, ხისტი დამოკიდებულება ზოგადად. უფრო დეტალურად მეორე ვარიანტის დამოკიდებულება როგორი იყო თქვენთან მიმართებაში, როგორი იყო. აი რამდენად ეს თვითონ ესეთი ცივია, თქვენში ხედავდა ძალიან მზრუნველ, თბილ, მოსიყვარული ადამიანს. თქვენში ხედავდა ძალიან დიდ შინაგან სიმშვიდეს. თქვენში ხედავდა მზრუნველ, ემპათიურ ადამიანს, მაგრამ აი მისი დამოკიდებულება რაღაცნაირად ისეთი რაღაცა ისეთი გააკეთა, რითიც თქვენი აი ეს შინაგანი სიმშვიდე და თქვენი აი ეს ენერგიები თქოს მოუნდა რომ შეეცვალა და აი ზომიერებიდან 10 ხმლის ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობაში გადაეყვანეთ და ეხლა ეს რას ნიშნავს, ხო? თითქოს თქვენი შინაგანი სიმშვიდის დარღვევა, თქვენი შინაგანი კეთილშობილების მორღვევა უნდოდა ადამიანს და თითქოს უნდოდა რომ აი სამყარო სხვა თვალით დაგენახათ და ეჩვენებინა რომ იცი რა ეგეთი ვარდისფერი სათვალეებით ნუ უყურებ ცხოვრებას, ადამიანებს და სამყაროს. აი რაღაც ეგეთი მიდგომა ქონდა რა ადამიანს რა. ეხლა როგორ დამოკიდებულება აქვს მეორე ვარიანტს თქვენთან მიმართებაში.
გავიგე, მაგრამ კონკრეტულად რა არჩევს. ნუ ეხლა როგორ დამოკიდებულება აქვს და გარკვეულწილად ადამიანს უნდა რომ შეინარჩუნოს თქვენთან კავშირი, ადამიანს უნდა რომ თქვენგან ისე ვიღებდეს ამ სასიამოვნო ემოციებს, სასიამოვნო იმ ატმოსფეროს, რასაც თქვენ ქმნიდით, ისევ უნდა რომ მის სივრცეში არსებობდეს. აი ზოგადად ისურვებდა რომ თქვენ უფრო მეტ დროს ატარებდეთ მის სივრცეში. თითქოს ადამიანის დამოკიდებულება არის შეცვლილი ახლა თქვენთან მიმართებაში. თითქოს რაღაც არჩევანი გააკეთა. თითქოს რაღაც შემოთავაზება უნდა თქვენთვის რომ გააკეთოს. და რას ეხება ეს შეთავაზება? ხო, რაღაცა ერთგვარი манипуляცია შეიძლება იყოს და მაინც და მაინც სანდო არ უნდა იყოს მისი შემოთავაზება. საერთოდ რა არის, ანუ ადამიანისთვის გარკვეულწილად მისი ემოციებისთვის ძალიან სასურველი ხართ და ძალიანაც ისურვებდა რომ მის სივრცეში და მის სიახლოვეში იყოთ. ოღონდ ყველაფერი ისე უნდა აკეთოთ, როგორც მას უნდა. და თქვენს პირად სივრცეს, თქვენს პირად სურვილებს, მიზნებს და ინტერესებს საერთოდ არ სცემს ეს ადამიანი პატივს. ანუ ადამიანს არ აინტერესებს თქვენ რა გინდათ, როგორ გინდათ, რანაირად. ანუ თვითონ გადაწყვეტილი აქვს, რომ აი თქვენ მის სივრცეში უნდა იყოთ, ოღონდ უნდა ისე იყოთ, როგორც მას უნდა და თქვენ უნდა მოერგოთ მთლიანად ამ ადამიანის სურვილებს და უნდა დაივიწყოთ თქვენი თავი და ანუ ეგო არ უნდა გაგაჩნდეთ რა, ანუ თქვენი სურვილები, მე, იდენტობა, არაფერი, ანუ აბსოლუტურად უნდა შეეზილოთ. შეეზილოთ, ახლა ცუდად კი არ გამეგოთ, ანუ აი როგორც პლასტმასი ხო, პლასტმასი რა შუაში კაცო, როგორც აი პლასტერინი ხო ძალიან რბილია და ახლა აი რა ფორმაზეც ახლა ამ რგვალ ზედაპირზე რომ მიიტანო, ამასაც მიეწეპება, ამ სხვადასხვა უსწორმასწორო ფორმასაც შეეწეპება და შეეზილება თუ რა ვიცი, შესწორად ვერ ვთქვი უბრალოდ, მაგრამ ხო მიხვდით რა ვიგულისხმე, ანუ აი რბილი რაც არის ხო უფრო დამყოლია და უფრო მარტივად ერგება ნებისმიერ ფორმას და ნებისმიერ მდგომარეობას და ადამიანს აი გითხარით რომ თქვენში მაგ სირბილეს ხედავდა და აი ეგ მომენტი აქვს რომ აი მის სივრცეში უნდა რომ იყოთ, ოღონდ მთლიანად თქვენ უნდა იყოთ მოცული მისით, თქვენ უნდა ადაპტირდეთ მის სამყაროსთან, მის გარემოცვასთან, ისე რომ აი ხო თქვენ დიდად პრეტენზიები არ უნდა გამოხატოთ და თქვენი სურვილები. აი ეგ არის მისი ამჟამინდელი სურვილები და დამოკიდებულება. ეხლა თქვენთან მიმართებაში რა შეიცვალა, ხო? ანუ შეიცვალა ის, რომ ადრე ბევრად ხისტი იყო თქვენთან მიმართებაში და ეხლა რაღაცა ცოტა ეგეთი გონივრული ჭკვიანური რაღაცა მოიფიქრა თავისი ჭკვით და თავისი გათვლით, რომ აი თუ ესე მოგიდგებათ, იქნებ რაღაცა გამოვიდეს. ხო, ну, თავისი ჭკვით ეს კომპრომისია. რო აი რაღაცა უფრო მეგობრული ტონით მოგიდგეს თუ რაღაცა. მეტიარად შემიტერი ახლა ამის. ხო, ну, რაღაცა. ხო, თქვენი გადასაწყვეტი ახლა გინდათ თუ არა ამ ადამიანთან რაიმე სახის კომუნიკაცია. კი ბატონო, მეორე ვარიანტი დროებით ვიმშვიდობები შემდეგ ვიდეომდე. და ახლა გადავდივარ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ ამისთვის, როგორი იყო ადამიანის დამოკიდებულება წარსულში და როგორია ახლა. წარსულში ამ ადამიანის დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში მაჩვენე უფრო დეტალურად. გავიგე და ეხლა როგორია მისი დამოკიდებულება.
ეხლა როგორი დამოკიდებულება აქვს? ну წარსულში ადამიანის დამოკიდებულება იყო ესეთი რაღაც უფრო უნდობი, მე ესე ვიტყოდი. ძალიან ესეთი რაციონალური, ლოგიკური მიდგომით ცდილობდა თქვენთან ურთიერთობის გადაწყვეტას და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ აი ნუში არ მოსდიოდით ადამიანს და ვფიქრობ, რომ თავიდანვე ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ არა, ეხლა მე ამ ადამიანს სათოფეზე არ გავიყარებ და შეიძლება საერთოდაც უნდოდა, რომ აბსოლუტურად ჩამოეშორებინეთ ადამიანს თავიდან. ზოგადად მაგრამ მაგასთანავე ადამიანს აქ აიც როგორი და ხო აი რაღაც ძალიან ცივი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ადამიანი აი ძალიან პრაქტიკული, რაციონალური, თავის გეგმები აქვს, მიზნები და აი თქვენ რო გამოჩდით ამის ცხოვრებაში, საერთოდ აი ნუში არ მოსდიოდა ეხა რაღაცა თავისი გეგმების შეცვლა და გადაკეთება. ანუ თქვენ როგორ გითხრათ ეხა სავარაუდოდ უცბად გამოჩდით, ანუ უეცარი იყო თქვენი გამოჩენა ამ ადამიანის ცხოვრებაში და ამიტომ თითქოს აი რაღაცა თავის გეგმებში ვეღარ გაგანაწილათ და ვეღარ ჩაგსვათ თქვენ სად წაეღეთ თუ ვაიმე ვეღარ თქვი ეგ სიტყვა. სად უნდა ჩაესვით მის გეგმაში და მის პროგრამაში. ხო, ასე ვამბობ ხოლმე პროგრამაში. და რო ვერ გაიგო სად და რა მოიხერხებინა თქვენთვის, მოდი საერთოდ არ მინდაო და უფრო აი თავდაცვით პოზიციაში და მდგომარეობაში იყო, რომ მოდი საერთოდ მოვიშორებ ამ ადამიანს თავიდან. აი ესეთი მიდგომა და ესეთი განწყობა და დამოკიდებულება ქონდა ადამიანს თავიდან ზოგადად. და ეხლა ამ მომენტისთვის ადამიანის დამოკიდებულება არის ისეთი, რომ რაღაცნაირად იაზრებს, რომ თურმე ძალიან კომფორტული ადამიანი ხართ. რაღაცები უფრო გაირკვა თქვენთან დაკავშირებით, რაღაცები გაცხადდა და თურმე აღმოაჩინა, რომ ძალიან მხიარული და ძალიან სასიამოვნო და ადეკვატური ადამიანი ყოფილხართ. გარკვეულწილად შეიძლება გაუჩნდა დახმარების სურვილი, იმიტომ რომ თუ რაღაცა სირთულეში იყავით ჩავარდნილი, შეიძლება გაუჩნდა სურვილი რომ დაგხმარებოდათ, მაგრამ ადამიანს აქვს ეგეთი მომენტი, რომ აი რაღაც ეტაპს გადის, პენტაკლების რაინდი, ხო? ანუ რაღაც ბოლომდე არ მიუყვანია თავის თავში და თავის ცხოვრებაში და ამიტომ უნდა რომ რაღაცნაირად აი ძალიან ნელა-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ააწყოს თავის ცხოვრების ეს კონკრეტული მიზანი, რასაც გეგმავს ზოგადად და აი მაგას რომ მორჩება, მერე რაღაცა მოვიდეს თქვენთან, მაგრამ სანამ ადამიანი თქვენამდე მოვა, ადამიანი ხედავს იმას, რომ აი მისმა ქცევებმა გამოიღო შედეგი იმდენად, რომ თითქოს ეხლა უკვე თქვენ გაქვთ ის პოზიცია, რომ თქვენ აღარ ეკარებით ამ ადამიანს სათოფეზე და ეხლა თქვენ გაქვთ ის მომენტი, რომ იცი რა, საერთოდ ძალიან მჭირდები, კარგად ბრძანდებოდე და თქვენ მიდიხართ მისგან. აი მაგას ხედავს ადამიანი და აი ეს თქვენი წასვლა რაღაცა მისთვის მთლად მარტივი ამბავი არ არის, იმიტომ რომ აი რაღაც თქვენი გამოჩენა იყო მისთვის ძალიან საბედისწერო, ძალიან კარმული და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს შეიძლება ჯეროდეს რაღაც კარმული ურთიერთობების ბედისწერის და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე რაღაც მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ურთიერთობას და თulis რომ თქვენ შემთხვევით არ შეხვედრილ ხართ ერთმანეთს, რომ თქვენ ძალიან რესურსით სავსე ადამიანი ხართ და როგორ გითხრათ, არ ხართ ხელიდან გასაშვების შანსი უხეშად რო ვთქვა. კარგი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანთან დაკავშირებით ეს ვიკითხოთ და გასაგებია. ხო, რაღაცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცოტა უფრო თავაზიანად, მაგრამ ძალიან თავდაჯერებულად უნდა მოვიდეს თქვენთან უბრალოდ აი მისი შინაგანი სიამაყე არ აძლევს იმის უფლებას, რომ თავისი ემოციები გამოხატოს მთელი თავისი სისავსით. კი და ადამიანი ხედავს იმას, რომ აი ესე რომ იქცევა,
მიყავხართ იმ ზღვრამდე, რომ უბრალოდ მიდიხართ მისგან და რა დამოკიდებულება აქვს იმის მიმართ, რომ თქვენ მას ტოვებთ და მისგან მიდიხართ. ამიტომ რა ვიცი, თავიდან ძალიანაც უბრძოდა რომ წასულიყავით და ეხლაც მაგაზია. ხო, ეხლა რომ მიდიხართ რაღაცა თვალის გამოყოლების და თვალის გამოპარების მომენტი აქვს. ანუ ეხლა უკვე თვითონ რაღაცა გადაწყვეტილების მიღების პროცესშია და მოდი დავტოვოთ ეს საკითხი აქ ისე როგორც არის. იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, როგორ უნდა გაარკვიო ხა ანუ ის აზრი ხომ დაფიქსირდეს სამყაროში რომ ადამიანს რაღაცა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა უნდა ან მიიღო რომ საერთოდ არ უნდა. ხოდა როცა ადამიანი ფიქრის პროცესშია როგორ უნდა ვიკითხოთ რას იზავს ჯერ თვითონ აანალიზებს. ამიტომ მესამე ვარიანტს მე აქ დავასრულებ და შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რა თქმა უნდა ეს დროებითია ჩვენი დამშვიდობება და აბა შემოძვირფასება გელოდებით ლაიქებში, კომენტარებში, გადააზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებთან, ახლობლებთან, ვისაც იცით რომ უყვარს და აინტერესებს ამ ტიპის გაშლები, ვისაც თვლით რომ საინტერესოა, მეც დამეხმარებით, მასაც თქვენს მადლიერებას გამოხატავთ ამ ფორმით და აბა დროებით ძვირფასებო, ნახვამდის.